მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება საკმაოდ საინტერესო მიმართულების, რასაც წარმოადგენს რეპროდუქტოლოგია და რეპროდუქტოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი ანდროლოგია. ანდროლოგია მართალია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დისციპლინას, მაგრამ ამ მიმართულებით ეს მიმართულება არის იმდენად საინტერესო, იმდენად მეცნიერული მუხტით დატვირთული, რომ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ის, რომ არათუ განუყოფელი ნაწილია უზარმაზარ და დიდ როლს თამაშობს იმ მიმართულებაში, რასაც რეპროდუქტოლოგია ქვია, რასაც უნაყოფობა ქვია და თუ მეცნიერება გინეკოლოგია, როგორც იცი, რამდენიმე 1000 წელს მოიცავს, მამაკაცთან დაკავშირებული ეს მეცნიერება, ანდროლოგია პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე ათეული წლის გახლავთ, ასე რომ თქვა ჩვენ. თან ამ ყველაფერთან ერთად ბოლო 10 წლებში მოხდა ისეთი დიდი რევოლუციური მიმართულებები რეპროდუქტოლოგიაში, რომელიც მედიცინის დარგში არც ერთი მიმართულებით არ ყოფილა ასეთი გარღვევა და რაც შეეხება 90-იანი წლებიდან კიდე იმ მიგნებამ, რასაც ქვია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება, პირდაპირ რევოლუციური მიდგომა, ასე რომ ვთქვათ, და მეთოდის სახელი დაიმკვიდრა და ეს როგორც ასეთი 1000 წლეულის მეთოდად არის ეს კურნალობა მიჩნეული. რაც შეეხება ორიოდეს სიტყვით ჯერ მხოლოდ შესავალში ესე მამაკაცის ფაქტორს, აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანთ, არათუ მაგალითს, არამედ ასე რომ ვთქვათ, მონაცემებს სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რომ თუ 2010 წლისთვის უნაყოფობაზე მამაკაცის ხვედრითი წილი იყო როგორც ასეთი 35% და უკვე სხვადასხვა მონაცემები იყო 50 ქალის თუ ასე შემდეგ, უკვე 2020 წლიდან პრაქტიკულად იმ 15%-ში, რომელსაც წყვილების 15% არის წარმოდგენილი და შეადგენს 15%-ს, აი აქედან უკვე მამაკაცის ფაქტორი უკვე 50%-ს და არათუ 50-ს, არამედ უკვე მეტსაც შეადგენს. ეხლა რა შეიძლება იყოს გამოწვევი მამაკაცის მიზეზი მამაკაცის უნაყოფობისა? მამაკაცის უნაყოფობის გამოწვევი მიზეზი სხვადასხვა ასე ვთქვათ პათოლოგიები, სხვადასხვა ასე ვთქვათ მიზეზით არის წარმოდგენილი. ეს პათოსპერმია, ეს არის იდიოპათიკური იქნება, ეს აზოოსპერმია იქნება, ნეკროსპერმია იქნება ეს. მაშინ მე მინდა მოგახსენო და გითხრათ, რომ მელენისთვის პაციენტი იქნება, ჩემი კოლეგა იქნება თუ ასე შემდეგ, ეს ჯერ მარტივი მონაცემები არის, რაც შეიძლება იყოს და რამაც შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა, აი პათოსპერმია, როგორც ასეთი, აი მარტივი ესეთი ფორმულირები და ამ პათოსპერმიაში რა შეიძლება შედიოდეს, ეს არის იდიოპათიკური ოლიგოსპერმია, ან ოლიგოზოოსპერმია, შეიძლება რომ შედარებით უფრო ხშირი არის რა, როგორც ესეთი ამ პათოლოგიების და უნაყოფობის დროს. ერთ-ერთი ურთულესი ფორმა, რომელსაც ქვია, აზოოსპერმია და ამაზე შემდგომში ვისაუბრებ ჩვენ თუ რა გამოსავალი შეიძლება იყოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გამოსავალი ძალიან დიდი არ არის და აი მივადექით უკვე ერთ-ერთ საინტერესო ფორმას, რომელსაც ნეკროსპერმია ქვია პრაქტიკულად. ამას ესეც ალბათ უფრო მომავალში ცალკე განხილვის საგანია და ძალზედ საინტერესო საგანია. ეს არის მიმართულება, რომელსაც დიდი სიხარულით ვერ ხვდები ხოლმე, თუმცა შეიძლება უკვე ჯერჯერობით სითამამე ჯერ არ მაძლევს ბევრი თქვის უფლებას, მაგრამ უკვე გარკვეულწილად ეს მიმართულება დავამარცხეთ. ყოველ შემთხვევაში ის მივაგენით იმას, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს, რასთან შეიძლება იყოს ეს ასოცირებული და როდის და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მძიმდებოდეს. ეს თუ გენეტიკური ფორმა არ არის, მაშინ კიდევ უფრო შედარებით უფრო გვიადვილდება ის, რომ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცი ასეთ დროს უკვე თუნდაც დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით უკვე შეიძლება რომ მშობელი გახდეს. ერთ-ერთი ფორმა არის აგლუტინაცია. აგლუტინაცია რა არის? სპერმატოზოიდი, ეს არის ერთ სახის უჯრედების ერთ კოლონიად ჩამოყალიბება, ეს არის მუხტი, როდესაც სპერმატოზოიდებს აქვს უარყოფითი მუხტი და პრაქტიკულად ეს მუხტი თუ დაკარგულია, ასეთ შემთხვევაში ესეთი სპერმატოზოიდები იწყებენ უკვე აგლუტინირებას, ერთი სახის უჯრედების ერთ კონგლომერატად ყალიბდებიან. არის როგორც მიკროაგლუტინაცია, ასევე მაკროაგლუტინაცია და თავისი ესეთი არასასურველ შედეგს ბადებს ხოლმე როგორც ასეთი ეს დიაგნოზი. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე იშვიათია
წყვილები, მამაკაცები, სადაც შეიძლება იყოს სპერმაგლუტინაცია, მაგრამ იქ როგორც ესეთი განაყოფიერება ხდება, ნორმალურადაც მიმდინარეობს და ასე შემდეგ, მაგრამ ის მამაკაცები და ის პიროვნებები, რომელიც ჩვენ მოგმართავენ და არის ეს მდგომარეობა, აშკარაა ის, რომ ეს არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ხელშემშლელი. ხელშემშლელი, პრინციპში მაშინ არ მოგმართავდნენ. არის ლიზისი, ლიზოაპოპტოზის სპერმატოზოიდების, ეს არის ნაადრევი კვდომა სპერმატოზოიდებისა. გააჩნიეს იქნება აგრეგირებული იყოს და ასე შემდეგ კიდე სხვადასხვა დარღვევა კიდე მოძრაობისა სპერმატოზოიდებისა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ამ ფაქტორების ერთ-ერთი წარმოქმნელი მიზეზი ეს გახლავთ, ეს არის ვარიკოცელე, ეს არის სათესლე პარკში ვენების გაგანიერება და ეს გაგანიერებული ვენები შემდგომში კიდევ უფრო ჩაღრმავებულად გეტყვით ჭარბი ტემპერატურის და ასე შემდეგ გამო გარკვეულწილ უხერხულობას იწვევენ, რასაკვირველია მამაკაცის სპერმატოგენეზის დროს. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რასაც კიდევ მერე გავიმეორებ, რომ არის ნაწილი პაციენტები, სადაც ვარიკოცელეს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დაუშვათ სპერმატოგენეზთან დაკავშირებით და არის შემთხვევები, როდესაც გავლენა ისეთი დიდი არ არის. კიდევ უფრო შემდგომში ვიტყვით. ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ფორმა კიდე, რასაც ქვია ლეიკოსპერმია, პიოსპერმია, როდესაც ლეიკოციტებით არის დატვირთული სპერმა და ასეთ შემთხვევაში საკმაოდ დიდ უხერხულობას ქმნის, როგორც ესეთი ხარისხობრივი თვალსაზრისი და ასევე პარტნიორ ქალბატონებში საკმაოდ ბევრ უხერხულობას ქმნის ხოლმე ასეთი ლეიკოპიოსპერმია. ზოგჯერ შეიძლება თქვათ, რომ ესეთი პიოსპერმით არის და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ თავისი იქოლიური მახასიათებლებიც აქვს ასეთ მონაცემებს. აქ არის საინტერესო პრაქტიკულად გამოკვეთილი მონაცემები პაციენტებთან მიმართებაში თუ რა ამოცანები დგას ამ ეტაპზე ანდროლოგთან დაკავშირებით, რომ იყოს შეფასებული მამაკაცის უნაყოფობა. ეს არის სამსახად შეიძლება ითქვას ის ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად შეიძლება იყვნენ გამოვლენილი პაციენტები უნაყოფობის თვალსაზრისით, რომელთაც შეიძლება რომ კურნალობის გზით, კურნალობის თერაპიული გზით შეეძინოთ შვილები, ან ეს მოხდეს თუნდაც დამხმარე ტექნოლოგიების საშუალებით, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პრაქტიკულად აღარ არის საშუალება იმისა, რომ ამოწურული არის რეზერვები და ასეთ შემთხვევაში ხდება უკვე დამხმარე ტექნოლოგიებით ასეთი პაციენტების კურნალობა. იქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოვლენილი ის პერსონიფიცირება უნდა მოხდეს პაციენტს, სადაც შეიძლება იყოს გენეტიკური დარღვევები და ამ გენეტიკური დარღვევების ბაზაზე შეიძლება შთამომავლობას გადაეცეს ეს პრობლემები და ამავდროულად ეს უნდა იყოს ინფორმაცია მიწოდებული პაციენტებისათვის და მათი არჩევანი უნდა იყოს, რასაკვირველია თუ როგორ ნაბიჯს გადადგავენ შემდგომ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. ძირითადი კატეგორიები ეს არის დარღვევები მამაკაცის უნაყოფობისა, ეს არის სპერმის წარმოებისა, როგორც ესეთი ფუნქციური თვალსაზრისით სპერმის წარმოება, არის ფუნქციონალური დარღვევა სპერმისა და სპერმის ხარისხისა და არსებობს კიდე ობსტრუქციული სისტემები. ეხლა თუ ჩვენ ცალ-ცალკე განვიხილავთ და ცალ-ცალკე მივუდგებით ჩვენ ამ კვლევას, ნახავთ თუ რამდენად საინტერესოა და რაც უფრო ღრმად შევდივართ, უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ეს რო იტყვიან, ეს არის მიწაზე ჩამოსული, დედამიწაზე ჩამოსული კოსმოსი, ეს იმდენად საინტერესოა დარგი თვითონ და ეს მიმართულება, რომ ამას არაერთი და არაორი გადაცემა უნდა მიეძღვნეს და შეიძლება რომ კიდე მომავლისთვის კიდე დაიგეგმოს ესეთი მიმართულებები, რომელიც კიდე ჩაღრმავებულად და უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ამ ყველაფერს. ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი, რომელსაც წარმოადგენს ის ფაქტორი, რასაც სპერმის პროდუცირება ქვია და მისი პათოლოგიები, ეს არის სათესლების პირველადი უკმარისობა, იქ არის გონადოტოქსინები, დაზიანების ხარისხი, ანატომიური თვალსაზრისით, აქ არის იზოლირებული დეფიციტი გონადოტროპინებისა პრეპარატებით, ასე ვთქვათ, დათრუნვა კიდე სპერმატოგენეზის და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ახლა შემდგომში ჩვენ შეგვიძლია თქვა და განვიხილოთ, რასაც წარმოადგენს სპერმის ასე რომ ვთქვათ ფუნქციური მახასიათებლები, ეს კიდევ უფრო სხვა არის და აქვე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული თემატიკა არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყველა საიდუმლოს აქვს თავისი ამოხსნა და თავისი ფენომენი. ეს ერთ დღეში არ ხდება, ამას ძალიან დიდი ასე რომ ვთქვათ ჩვენ გამოცდილება და
საკითხი ძალიან ღრმა ცოდნა სჭირდება და მიყვეთ ჩვენაც ახლა ნელ-ნელა დინებას, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს, როგორც შვილიერება, ვისაც აქვს დაუშვა და შვილები ყავს, რასაკვირველი იმისთვისაც საინტერესოა, ვისაც ეს პრობლემა აწუხეს, არც ჩვენ არა ვართ ღმერთები და ჯადოქრები დაუშვათ, რომ რაღაც სასწაულები მოვახდინოთ, სასწაულები მხოლოდ ღვთიურია, მაგრამ ჩვენსა და პაციენტ შორის არსებობს ავადობა. ჩვენ თუ ამ ავადობას თვალს დაუხუჭავთ, მაშინ ავადობა გაიმარჯვებს ჩვენზე. ჩვენ თუ შევებრძოლებით ერთად ავადობას, მაშინ ჩვენ ცალკე ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ავადობაზე და პრაქტიკულად ჩვენი გამარჯვება ახალი სიცოცხლის, ასე თქვა, ჩასახვითა და შემდგომ მისი დაბადებით შეიძლება რომ ეს აღინიშნოს და ასე რომ აი ასეთი მიდგომები უნდა და რადგან ჩვენ ამას საუბრობ და ვქადაგებთ, ამასთან მიმართებაში ძალღონი არ უნდა იყოს და ცოდნა არ უნდა იყოს დაშურებული იმისათვის რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივახციოთ და რა თქმა უნდა ყველასთან ვერ მიიღწევა ძალიან ძნელია ურთულესი მეცნიერება, ურთულესი მიდგომა, მაგრამ გული და სული მუდამ ჩადებული უნდა იყოს აი ამ ყველაფერთან მიმართებაში. ახლა რაც შეეხება ამ ფუნქციონალურ დარღვევებს სპერმასთან, სპერმის ხარისხთან დაკავშირებით თუ რასთან არის დაკავშირებული ეს არის აუტოიმუნური მდგომარეობები, ეს არის ანტისპერმული ანტისხეულების, ასე ვთქვათ, მატება, ანტისპერმული ანტისხეულების საკმაოდ ვრცელი და საკმაოდ ისეთი ასე ვთქვათ, დიდი ხნის მონაცემები არის და მაგრამ ეს არის იმ მიმართულებების იმუნოლოგიური თვალსაზრისით როგორ გითხრათ, მახასიათებელი ეს არის წინა დღე, გუშინდელი დღე, თუმცა ეს არის ბაზისი და ბაზალური მაჩვენებელი იმისა თუ რა ზედნას შენი უნდა გაკეთდეს ცოდნა, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული თუ რამდენად შეიძლება რომ ეს ანტისხეული რომ ეს სხვადასხვა დასახელების არის თუ სპერმასთან დაკავშირებით ვიტყვით, ზოგიერთი ეს ანტისხეული პირდაპირ ლოკალიზდება აკრიანალურ სეგმენტზე, ანუ თავის არეში სპერმატოზოიდის, ამას გაჩვენებთ მე ეკრანზე შეხედავთ და აფიქსირებთ, ზოგი ფიქსირდება ყელის არეში, ზოგი ფიქსირდება ოკედორიალურ არეში, ზოგი ფიქსირდება კაუდალურ ნაწილში და აი ეს იმდენად კარგად ჩანს ეკრანზე, ჩვენ უკვე მიკროსკოპით პრაქტიკულად ვიღებ თუ ეს ეკრანზე არ იქნება გამოსახული, თან საინტერესოა პაციენტთან ერთად ამ ყველაფრის დაფიქსირება, რადგან ერთად ვიბრძვით, იმიტომ რომ ჩვენ ექიმიც, პაციენტიც, წვრილიც, ლაბორატორია იქნება, ჩვენ ერთი გუნდი ხვდებით, მე ერთი მთლიანი ნაწილი ხვდებით და ერთად ვიბრძვით ჩვენ ამ წარმატებისათვის და ეს უკვე ახსნის დროს უკვე ყველა ითვალისწინებს თავის, ასე რომ ვთქვათ, როლს იმასთან დაკავშირებაში, ვის რა როლი აკისრია, ვის უფრო ცოტა მეტი როლი აკისრია, ვის ცოტა ნაკლები, საბოლოოდ როლები თანაბრად ნაწილდება იმისათვის, რომ უკვე მივიღოთ ის ნანატრი ორსულობა, რომელიც აი ეს ზოგ წლების მანძილზე, ასე ვთქვათ, ესე გაზდევს ლაიტმოტივი, აი დამღლელია, რო იტყვიან ფსიქოლოგიურად, ემოციონალურად, გერმანელებმა დაადასტურეს დაუშვათ, რომ შრომის ნაყოფიერების 20-60%-იც კი ქვეითდება, ასე რომ თქვა ჩვენ, როდესაც ოჯახში შვილიერება არის, მუდმივად ამაზე არის ფიქრი. ნუ აი ამ აუტოიმუნურ მდგომარეობასთან ერთად ინფექციური, ასე რომ თქვა, დაავადებები გარკვეულ როლს თამაშობს გენიტალური სისტემის ვარიკოცელე, ვიტყვი გავიმეორებ, ეს არის კიდე დარღვევა აკროსომული რეაქციების და ასე რომ ვთქვათ, სტატუსი, რეცეპტორული სტატუსი კვერცხუჯედისა და სპერმატოზოიდისა. ამას ახლა იაპონელებმა დაარქვეს ჯუნ და მაი ამასთანავე ამსტერდამში იყო ეს გადაცემა ლიტერატურულადაც მე უფრო დავაკვირდი და შევხვდი ამას, თუ რამდენად, ანუ მაია ბუნებრივი ეს უკვე კვერცხუჯედის სახელწოდება, ჯუნ ეს მამაკაცის სპერმატოზოიდის და ასე შემდეგ. და აქ არის კიდე, ერთ-ერთი საინტერესო, რასაც ახლა კიდე მოგახსენებთ, ეს არის შერწყმის ფენომენი, ანუ ზონა პელუციდის გარღვევა. და რაც შეეხება კიდევ ინფექციურ დაავადებებს, სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში და სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა მიმართულებით აღწერენ დაუშვათ ამ მაჩვენებელს, რასაც ინფექციების მკურნალობა ქვია, რომელიც ალბათ მთელი წლების მანძილზე გრძელდება ხოლმე და ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენ ამას ვაწყდებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს იმდენად მიზეზი არ არის უნაყოფობისა, თამამად ვამბობ მე ამ სიტყვებს, რამდენადაც რაღაცა სხვა მიმართულებები არის, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გვხვდება ჩვენ ანალიზი, სადაც რაღაც გარკვეული ინფექციური ჩანართი შეიძლება არ იყოს, ამას დამეთანხმებიან ჩემი
კოლეგები რეპროდუქტოლოგები, მაგრამ მაინც მიიღწევა შვილიერება. როდის არის ინფექციური გავლენა გაცილებით უფრო მძიმე და გაცილებით უფრო მტკივნეული, ეს არის რთული კონგესტიების დროს, სადაც არის დაუშვა სიძარღვოვანი სტატუსი დარღვეული კაცის გენიტალიებში, თუნდაც ვარიკოცელე ვახსენეთ, კონგესტიური მოვლენები. ახლა კიდე კონგესტიური მოვლენებს რაც შეეხება დიაგნოსტირება ძალიან ძნელია, გართულებული არის, ამას ძალიან ესეთი სიღრმისეული კვლევა ჭირდება და მიხედვა უნდა ექიმური ინტუიცია სჭირდება და აი ამ ინტუიციის ბაზაზე და გარკვეული კვლევების ბაზაზე ამას ვადგენთ. და ამიტომ არის რომ მე უკვე გაცილებით უფრო მეტია ასე რომ თქვა ჩვენ ინფექციური ჩანართი, ლეიკოციტოზი იქნება თუ ასე შემდეგ, ეს ქრონიკული პროცესი იქნება თუ ასე შემდეგ და იქ სადაც უკვე შეგუბებითი მოვლენებია, ბუნებრივია რომ ეს ინფექციური ფონი გაცილებით უფრო მძიმე დახს ასვავს სპერმის ხარისხს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ესეთი სპერმა ქალის სასქესო აპარატში შედის, ამას ზევით კიდევ უფრო საინტერესოდ ვისაუბრებთ ჩვენ, თუ რამდენად დამთრგუნელი მოქმედება შეიძლება ამას კონდეს, იმიტომ რომ შემდგომში კიდევ ვიტყვით, მაგრამ აქვე მივაბათ ეს ყველაფერი, რომ ამის შემდეგ ქალი ინვითარებს თავის სასქესო აპარატში საშუალებას ყელის ლორწოში, როგორც სპერმატოციტოტოქსინებს, ასევე ენდომეტრიალურ სეგმენტში ხდება უკვე როგორც ასეთი ემბრიოციტოკილერების გამომუშავება და მე ამას სჭირდება კარგი დიაგნოზი, სათანადო დიაგნოზი. ასე ვთქვათ, აკადემიური მიდგომა, რომ პრაქტიკულად რეალური შედეგი მივიღოთ. რასაკვირველი ამას ძალიან ბევრი შრომა უნდა, ძალიან ღრმა ცოდნა უნდა, კარგი გამოცდილება უნდა, რომელიც ყოველ დღე, ასე რომ ვთქვათ, თანაგვდევს ჩვენ და უნდა გიყვარდეს პაციენტი. რასაკვირველია, რომ ეს ბრძოლა მიიყვანო ბოლომდე და გამარჯვებამდე მიიყვანო. ეხლა რაც შეეხება ერთ-ერთი საინტერესო ფორმა და ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელი, რომელიც მე მინდა წარმოვადგინო ეკრანზე, რომ პაციენტისთვის გასაგები გახდეს თუ რა ხარისხის არის სპერმა ნორმალური, როგორი ხარისხის არის, ასე ვთქვათ, სპერმის პათოლოგია მძიმე და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს თუ რომელი პაციენტი გაცილებით უფრო ადვილი თუ უფრო მძიმე სამკურნალო არის. ახლა თქვენს ეკრანზე ჩანს როგორც ასეთი პირველი რასაც დავახასიათებ, ეს არის ნეკროზოოსპერმია. ხა ნეკროზოოსპერმის დროს ეკრანზე ძალიან საინტერესო კადრები, ეს ჩემი კადრები არ საიდან გადმოწერილი, ნამდვილად ეს არ არის. ეს ჩვენ შექმნით ჯერ კიდევ 25 წლის უკან ეს მიკროსკოპი, დღეს დიამეტრალურად სხვა მიმართულებით სარგებლო და ვაკეთებ ჩვენ ამ როგორ გითხრათ, კვლევას გაცილებით უფრო სიღრმისეულად ფენებში ჩავდივართ, გამდინარე ციტომეტრიაზე კიდევ უფრო მერე გეტყვით, აი რაც უფრო ღრმად შევდივართ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო მაყურებლებო, სვენელებო, უფრო და უფრო საინტერესო, უფრო და უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, დამაფიქრებელი ხდება ეს მიმართულებები, იმიტომ უწოდეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ცოტა ღიმილით კოსმოსიც კი და არაფერი აქ ესეთი განსაკუთრებული და მიუღებელი ნამდვილად არ არის. ნეკროსპერმია, ეს არის სიტუაცია, როდესაც ასე ვთქვათ, სპერმატოზოიდი პრაქტიკულად უძრავ და ნეკროზულ მდგომარეობაში. ახლა თუ დავატკიცოთ ის თუ რა ვიცით, მკვდარია ეს სპერმატოზოიდი ნეკროა თუ არ არის, იმას შეღება უნდა, იქ ეოზინი ასე შემდეგ, კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკულად ასე სპერმატოზოიდეს მოძრაობის უნარი დაკარგული აქვს. ამასაც მივაგენით ჩვენ უკვე რამ შეიძლება ეს მიზეზი გამოიწვიოს და ალბათ პირველი მერცხლები ეს პაციენტების არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, აი დავფოფინებ თვითონ თუ მისმენენ, ახლა თვითონვე ხვდებიან ალბათ ვიზე მაქვს საუბარი და პირველი მერცხლები, პირველი შედეგები წამოვიდა. პრაქტიკულად ეს პაციენტები მე უკვე დამხმარე ტექნოლოგიებისათვის უკვე გამზადებული მყავს. ეს დიდი გამარჯვება. ვნახოთ უკვე ხვალდაზე რა იქნება და ასე შემიძლია და ვიცით კიდევაც რას ვებრძვით, რა დონეზე ვებრძვით და რამდენი ხანი უნდა ჩვენ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ. ეხლა რაც შეეხება აგლუტინაციას. აგლუტინაცია, როგორ გითხრათ, აგლუტინაცია ეს არის საკმაოდ ისეთი საინტერესო მიმართულება ანდროლოგიური თვალსაზრისით და სპერმატოლოგიური თვალსაზრისით, აი ორივე შერწყმულია რა, ესე რომ ვთქვათ, ეს არის მეცნიერება, ხო, ძალიან დიდი სპერმატოლოგია, რომ ამას ესეთი კარგი დაკვირვება ჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება რომ ვიზუალურად ლაბორატორიული კვლევა იქნება თუ ნებისმიერ პრაქტიკულად არც ერთ ლაბორატორია მე თვითონ პირადად ამას ვსინჯავ და მე თვითონ უყურებ და ყოველდღიური ჩემი დაკვირვების ქვეშ არის და ბუნებრივია ესეც იძლევა მე იმ საშუალებას რომ კიდევ უფრო მეტი იცოდე და კიდევ უფრო მეტად ფლობდე რა ამას. ახლა ნამდვილად ყველა რონალდო ვერ იქნება, ყველა გალაქტიონი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ იმისათვის, რომ ხვალინდელი ჩვენი დღე
ცოდნით უფრო მეტად დატვირთული იყოს ვიდრე დღევანდელი. Იმიტომ რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს ეს ხურჯინი ცოდნის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს ღამეც არ უნდა მოიხსნას ექიმმა, იმითი უნდა გეძინოს, იმითი უნდა გეღვიძოს, სამსახურშიც იმითი უნდა მოძრაობდე, რასაც ცოდნა ქვია და პრაქტიკული გამოცდილება ქვია. და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს ვისაც სწავლა უნდა, ჩვენ მუდმივად მზათა ვართ ამ რეზიდენტებისათვის, ვასწავლით, ვითვისებენ ამას, ზოგს მეტნაკლებად აინტერესებს, ზოგს უფრო ძალიან აინტერესებს და ასე შემდეგ. ახლა ისევ აგლუტინაციას მიუბრუნდეთ. რატომ არის აგლუტინირებული კერები? რა არის აგლუტინაცია? ეს არის ერთ სახის უჯრედების ერთ კოლონიად ჩამოყალიბება და როგორც აგიხსენით, ეს არის მუხტის დანაკარგი. და როდესაც ყველას უთამაშია ესეთი მაგნიტებით, საბავშვო ბაღში, პატარა ბავშვობაში ერთი და იგივე პოლუსი განეზიდებიან, სხვადასხვა მიიზიდებიან და აი ასე ხდება ესე ჩამოყალიბება და არ უნდა მოხდეს არევა აგრეგაციასთან. აგრეგაცია შეიძლება სპერმის სათესლი სიტყვის ლორწოში იყოს, ანთებითი ფონის დროს იყოს, შეიძლება რომ იყოს ლეიკოციტებთან აგრეგირებული და ასე შემდეგ. აგლუტინაცია ხდება კუდით კუდთან, თავით თავთან, ნუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ და არის მიკრო და არის მაკრო აგლუტინაცია. თუ ეკრანზე ჩვენ ვნახეთ 4 და პლუს 5 და ასე შემდეგ ტოტალური ფორმა, ეს ნუ საკმაოდ რთული ფორმაა, ამას თვეები სჭირდება, იმიტომ რომ სპერმატოგენეზი მიმდინარეობს 72 და მეტი დღეები, ხანდახან სამთვემდე არის როგორც ასეთი და ბუნებრივი ახალი უჯრედების წამოსვლას ეს არ ეყოფა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ეს სამთვიანი ცირკადული რითმი, იმიტომ რომ ჩვენში ეს ცირკადული რითმია, ყოველდღიურად მიმდინარეობს ეს პროცესი იმისათვის, რომ ახალ-ახალი სპერმატოზოიდები წარმოიქმნას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ასტენოტერატოსპერმიას. ასტენოტერატოსპერმია დიაგნოზში ვინც კითხულობს და რომ წერკვეოდეს, ძალიან გამოადგება ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა იმაში, რომ მიხვდეს ეს არის შენელებული ფორმა სპერმატოზოიდებისა, ბუნებრივია, რომ შენელებული ფორმა, რომ ასე ვთქვათ, აქ სპერმატოზოიდს მას მოძრაობის უნარი შემცირებული აქვს, მიტოქონდრიალური ბალანსი დარღვეული აქვს, ეს კიდე ცალკე განხილვის თემა არის, აქაც საჭირო არის, რომ ანტიმიტოქონდრიალური ანტისხეულები იყოს, ეს მერე კვლევაში რომ ნახო, თუმცა არა ყოველთვის რასაკვირველია და ასე მიდის შემდგომი დაკვირვება ამაზე. რასაკვირველია უნდა ვიცოდეთ მიზეზი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რა მიიყვანა აქამდე ეს მდგომარეობა. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულად სამკურნალო ეს არ არის. თუ მით უმეტეს რომ რიცხობრივი რაოდენობა ნორმაშია და ჰორმონული სტატუსიც ნორმაში არის. ეხლა რაც შეეხება ერთ-ერთი რთული ფორმა, რომელსაც პიოსპერმია ქვია. შეიძლება რაოდენობრივად იყოს სპერმატოზოიდების რაოდენობა და ნორმაში ასე ვთქვათ, ან ნორმასთან ახლოს, ან შემცირებული იყოს, ან სუბკლინიკური ფორმა იყოს, მაგრამ დატვირთული იყოს სპერმა ლეიკოციტები და ამას თავისი არასასურველი გავლენა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, თუ სახეზე არის ქრონიციზმი ამისი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება კიდევ და კიდევ რაც უფრო დრო გადის ამ ყველაფერთან ერთად, შეიძლება რომ ასეთი სპერმის ხარისხი კიდევ და კიდევ უფრო დამძიმდეს, რაოდენობაც, რიცხობრიობა სპერმატოზოიდების, აქ იქნება დაუშვათ ტესტოსტერონი, თავისუფალი ტესტოსტერონი, ინჰიბინის კვლევა დაუშვათ, სისხლში იქნება რეზერვები, დაზიანების ხარისხი, ლუტეინური გორმონი, სპერმაშივე კვლევა ინჰიბინის ხარისხის თუ ასე შემდეგ, ერთად იძლევა მერე სურათს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ძალიან აუცილებელი და ყოვლის მომცველი, ასე რომ ვთქვათ, კვლევა გენიტალური სისტემისა, რასაც ულტრასონოგრაფიული კვლევა ქვია, რადგან სიძარღვოვანი სისტემა უდიდეს როლს ასრულებს. მე ასე ვიტყოდი, ახლა კიდე მომავალში რაც უფრო ღრმად შევართქო, ვახსენეთ, უდიდეს გარდამწყვეტ როლს ასრულებს. მით უმეტეს თუ ეს სხვადასხვა ენდოკრინოპათიებთან არის ასოცირებული და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება პიოსპერმიას, ასტენო, ასე ვთქვათ, ოლიგოტერატო სპერმიას ან ოლიგოგრავის პიოსპერმიას, იქვე როცა 5 მილიონზე მეტია 1 მილიონზე და ასე შემდეგ. ნუ ერთ-ერთი საინტერესო არის ადგილზე რხევითი სპერმატოზოიდების სტატუსი, ეს კიდევ უფრო მეტად პირდაპირ აჩვენებს დაუშვათ იმ ანტისხეულების გავლენას, ასე ვთქვათ, სპერმატოგენეზის ხარისხზე და შეიძლება რომ ეკრანზე უყურებთ, ეხლა თქვენ და ხედავთ, რომ აი ესეთი ადგილზე ხდება სპერმატოზოიდების რხევითი ფენომენი, საკმაოდ რთულად არის მათი გადააგილების ხარისხი, დაუშვათ, ესე ვთქვათ, დატვირთული და ამას უყოლაფერს ნუ თავისი არასასურველი გავლენა აქვს, თუმცა გამკურნებადია გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღწევა მკურნალობა, რასაკვირველია, პარტნიორი ქალი უნდა იყოს ნორმაში, რომელიც იდეალურად ნორმაში უნდა იყოს, ასე რომ ვთქვათ ჩვენ. ეხლა მივადექით ძალიან საინტერესო სქემას და საინტერესო მიმართულებას, რომელსაც ნორმოსპერმია ქვია. ნორმოსპერმიის დროს, ასე ვთქვათ, ხშირად არის ხოლმე ესეთი მიდგომები, როდესაც ამბობენ, რომ
აი მამაკაცის სპერმის ხარისხი ნორმაშია, ქალის სპერმის ხარისხი ნორმაშია. და პრაქტიკულად ის ნანატრი ორსულობა არ ადგება, რომელსაც აი ესე ელოდება რა, როგორც წყვილი, ასევე ოჯახი და ასევე ის გარემომცველი სამყარო, რომელიც გულშემატკივრობენ ასეთ წვილებს, თუმცა ხშირი შეკითხვებით ნამდვილად არ შეიძლება ასეთ წვილთან, იმიტომ რომ უხერხულად განიცდიან მერე საკუთარ თავს და კიდევ უფრო იკეტებიან ხშირად არის ესეთი შემთხვევები, რომ იკეტებიან საკუთარ თავში ესეთი მომენტია. ნუ აი ზუსტად ასეთი მიმართულება ჩვენ დავნერგეთ წლების და წლების უკან ეს იყო სპერმის დნმ ფრაგმენტაცია და ზუსტად აი ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ როგორ გითხრათ გამოჟღავნდება ხოლმე ნუ შემთხვევათა 15-17 ხანდახან ჯგუფს გააჩნია 20%-ში მომატებული ესეთი მაჩვენებელი, რომელსაც აქვს აი საკუთარი პროგრამა რა APO 1 ასე ვთქვათ, თავისი ფასმაჩვენებელი, ეს არის კიდე CD მკვლელი 95 უჯრედები, ამას ჩვენ რეცეპტორებისას ამას ვამოწმებთ და ამას აქვს მიმართულება და პროგრამა ავტოაპოპტოზისა, თვითგანადგურებისა და აი ასეც უნდა იყოს შეფასებული. თუმცა ესა თუ ის სპერმა ესეთი ნორმალური ამა თუ იმ ქალისათვის ნორმალურია და შეიძლება რომ ორსულობა მივიღოთ უპრობლემოდ. არც ეცოდინება თუ რა სახეში, მაგრამ ამა თუ იმ ქალისათვის შეიძლება ეს არ იყოს ნორმალური, იმესაც საკმარისი რომ ორსულობა მივიღოთ. ესა თუ ის ქალი ორსულდება, ესა თუ ის ქალი ვერ ორსულდება, ესა თუ ის ქალი ორსულდება, მიყავს ორსულობა ბოლომდე, ესა თუ ის ქალი, ნუ ორსულდება, ვერ მიყავს ორსულობა ბოლომდე. ნუ აი ძალიან სხვადასხვა კომბინაცია და აუცილებლად ამ დროს უნდა იყოს ჩართული ქალის საკითხი, ქალის სტატუსი, იმისათვის რომ ზუსტად მივიდეთ და იმ წერტილოვან უბანზე, იმიტომ რომ სულ უჯრედულ დონეზე, მოლეკულურ დონეზე წყდება ეს ყველაფერი და ეს კიდე ერთხელ ვამბობ, ფუნდამენტალურ ცოდნას მოითხოვს. აი ასე შეიძლება რომ ჩვენ ეს ვთქვათ, აქ უნდა იყოს ფანატიზმის დონეზე უნდა იყოს, ეხა ფანატიზმი არაფერში არ არის, მაგრამ საქმეს მარტო სიყვარული არ აკეთებს, საქმეს ფანატიზმი აკეთებს, როგორც ასეთი და ესეთი გაუგონარი შრომით და ესეთი მონდომებით შეიძლება რომ რასაკვირველია რომ ექიმა და წყვილმა ერთად მოიპოვონ გამარჯვება, თორე ძალიან ბევრის თქმელია და ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ. ეხლა რაც შეეხება და ჩვენ ვახსენეთ იმუნოლოგიური კონფლიქტი. და თქვენ ეკრანზე ხედავთ, რომ ორსულობა ძალიან ხშირად ვერ დგება იმ შემთხვევაში, რომელსაც ქვია იმუნოლოგიური კონფლიქტი მეუღლეთა შორის. აი ხედავთ ეკრანზე, სადაც არის თითქოს აი ესეთი ბარიერული ზღვარი კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდებს შორის, სადაც ასე რომ თქვა სპერმატოზოიდების აკრიანალურ სეგმენტზე ფიქსირდებიან ესეთი ანტიგენები და პრაქტიკულად რაც ქალი გათხოვდება 2, 4, 6 თვის შემდეგ იწყება უკვე სპერმატოციტოტოქსინების გამომუშავება და ეწინააღმდეგებიან სპერმატოზოიდებს იმ ცერვიკალურ ლორწოში, რომელიც უკვე ბუფერია, გამყოფი ზღვარი არის ქალის შიდა ტრაქტსა და გარემო ზღვარ შორის. აი ესეთი ის არის უბანი და აი ესეთი სპერმატოზოიდი, როგორც ჯარისკაცები ისე განლაგდებიან ხოლმე და მე მინახია სურათი, როდესაც აი კურცროკ მილერის დროს არის ესეთი კვლევა, რომ პრაქტიკულად შეიძლება რომ სპერმატოზოიდი საერთოდ გაალღვეს, გადნეს და პრაქტიკულად აღარც კი ჩანდეს, რომ სპერმატოზოიდები იყვნენ. აი ესეთი აი უამრავი შემთხვევებია, უამრავი საინტერესო შემთხვევებია და ამას ჩვენ კიდე მომავალში კიდევ ბევრი ასე რომ ვთქვათ, აი გამოსვლების დროს კიდე გავამახვილეთ ჩვენს ყურადღებას, რომ საინტერესო იყოს არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ კოლეგებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერი მეგობრულად და ისე დონეზე, რომ იყოს მიღწეული, ისე რომ იყოს თითოეული ინდივიდისთვის მოხდეს კარგად ეს ცოდნის გაზიარება და შემდგომში მათი დალექვა, სედიმენტირება გონებაში, იმისათვის რომ შემდგომ კიდევ უფრო ახალი მიდგომები და ასე რომ ვთქვათ, ცოდნას ანთელს აგავს მოკლედ. რაც არ უნდა ჩვენ გადავანაწილოთ, არაფერი არ დაგვაკლდება, არა დაგვაკლდება რა, უფრო უკეთესი იქნება, უფრო საერთო ენაზე იქნება საუბარი და უფრო მეტი წარმატებული ხვალინდელი დღე გვექნება და რაც უფრო კიდე ღრმად შევად, კიდე უფრო დავადასტურებს, რომ საქართველოს არა მარტო ხინკლისა და ხაჭაპურის ქვეყანა, მეცნიერების ქვეყანაც არის და ეს ამას წინათაც რამოდენიმე დიდ კონფერენციაზე საკმაოდ ესეთი წარმატებით იქნა ესეთი გამოსვლები და შეიძლება ითქვას, რომ ვინმეს თუ არ უსწრებთ, ნამდვილად არ ჩამორჩებით იმ მონდომები და ცოდნით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს კლინიკაში, ჩვენს ინსტიტუტი, ეს არის ანდროლოგიის ეროვნული ცენტრი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბატონი არჩილ ხომასურიძის თაოსნობით, თქვენი მონამორჩილიც გახლავართ ამ
შექმნაში მონაწილე და ეს ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში არსებობს ესეთი დამოუკიდებელი ესეთი ცენტრი, საქართველოს ეროვნული ანდროლოგიის კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. აი ესეც მინდოდა მეთქვა, რომ ესეც მენელისთვის ყოფილიყო გასაგები. ეხლა რასაც ხედავთ ეკრანზე, აი ეკრანული მაჩვენებელი გვაჩვენებს შენ იმას თუ რამდენად სპერმატოზოიდებს შეუძლიათ გადალახონ ბარიერული როლი. ეს იქნება ეს არის უკვე იმუნოლოგიური კონფლიქტი მეუღლეთა შორის. ნახეთ აი ეკრანზე როგორ არის, თან არის გაწერილი მთელი ეს აი KDA 75, H2 alpha B 17, RSMP B, B20 და ასე თქვა თათის სხეულები, რომელსაც ყველას თავისი ასე თქვათ არასასურველი გარემოს შექმნა შეუძლია ქალის სასქესო აპარატის სხვადასხვა უბანზე. ერთი ხეს უშლის ყელში გადაადგილებას, მეორენი ღრუში გადაადგილებას, არის ისთურ ნაწილში უჭირს, იქ მილებში შერწყმა კვერცხურჯეთში, იქ ჩვენ საკვერცხესაც ვაფიქსირებთ ყელის ლორწოშივე, იმიტომ რომ არა მარტო სისხლის გზით სეროლოგიური კვლევით შეიძლება იყოს მიღწეული ასე თქვა ჩვენ დიაგნოსტირება, არამედ აუცილებელი არის ქალის მენსტრუალური ციკლის ასე თქვა დაწყებიდან, სადღაც მე-10, მე-17 დღეებში, ანუ პრეპერიოვულაციურ პერიოდში გაკეთებით, რომ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, თავისი სტატუსი აქვს და თავისი ასე რომ თქვა დიაგნოსტირებას, თავისი დატვირთვა აქვს აი ამ დღეებიდან გამომდინარე. ამიტომ ამას საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა და აი ეკრანზეც ესე ფიქსირდება. ეხლა რაც შეეხება შემდგომი თუ დააკვირდებით ამას მონაცემს ნახეთ როგორი საინტერესო სურათი არის. საინტერესო სურათი გამოვლინდება კიდევ იმაში, რომ არის შემთხვევები ჩვენ წეგან ვახსენეთ, რა თქმა უნდა, რომ ეს სპერმული ანტისხეულები ეს არის გუშინდელი დღე. თუმცა საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ბევრი რამე ბურუსით არის მოცული, მაგრამ ის ვინც კარგად არის ჩახედული იმუნოლოგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით, იმან უკვე კარგად იცის და ის ადვილად გაიგებს. აი აუდიტორია როგორ არის? აუდიტორიის 100%-დან 75-80% ძალიან უჭირს აი ამ სიახლეში ჩართვა, ამ პროგრესული მიმართულებების აღქმა ასე შემდეგ. რჩება უკვე მე სადღაც ასე თქვა 20%, აქ 15% საკითხის ირგვლივ ტრიალის მეცნიერობა. და აი დარჩენილი 2-5% უკვე კარგად შეიძლება რომ იყოს სადისკუსიო საკითხებში ჩართული. აი ნახეთ ეკრანზე ახლა არის შემთხვევები, ცალკეული აგებული მძიმე შემთხვევები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ორსულობის დანაკარგები არა მხოლოდ 1-2, თუმცა ერთს რო დაკარგავს ქალი, ვინ არის იმისი გარანტორი, რომ მეორეთაც არ მოხდეს დაუშვათ ორსულობის დანაკარგი და კიდე უფრო მძიმედ არ გამოიხატოს და კიდე სხვა უფრო არასასურველი სურათი არ მივიღოთ. ეხლა მსოფლიო მეცნიერება საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ ქალს ვისაც ასე ვთქვათ მე-11 კვირამდე შეიძლება რომ კონდეს დანაკარგი, ძირითადად ეს არის კაცი არის ამის მიზეზი. ეხლა ესეთი ცალკეული შემთხვევები ხა რომ განსაზღვრული რო იყოს, ამიტომ ბარდება მამაკაცის ანალიზი, დგება ეს ყველანაირი კვლევა, დაწყებული ფრაგმენტაციიდან ხანდახან ფრაგმენტაციას არც ვაკეთებ შეგნებულად, იმიტომ საწყის ეტაპზე, იმიტომ რადგან ხედავ ეკრანზე რა მდგომარეობა და ეკრანული მონაცემი გვაძლევს ჩვენ ამ ფრაგმენტაციას, აქ ეკონომიური მხარეა, მატერიალური დანაკარგია, ასე რომ თქვა ჩვენ და ამიტომ უფრო მკურნალობის შემდგომ ჯობია და აი ჯობია ზუსტად მოხდეს უკვე იმ იმუნოკონფლიქტის შედარებით უფრო დაბალ ბაზაზე გარკვევა, იქაც გებულო ჩვენ რა სურათია და რა მდგომარეობა და აი შემდგომ ხდება უკვე მისი მკურნალობა. ხა რაც შეეხება ქალს, აი ხედავთ ეკრანზე, აქ არის ზუსტად ეს არის გამდინარე ციტომეტრიით ჩატარებული კვლევები. ხო, ერთია ელაიზა მეთოდი, მეორე, მაგრამ გამდინარე ციტომეტრი სიღრმისეულად უჯრედის დონეზე ხდება, უჯრედში ხდება ამისი შეღწევა და იქ ხდება უკვე მისი დიფერენცირება და აი საკმაოდ ძლიერი კვლევაა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა ტოლს არ უდევს არც ერთი ევროპის სხვა წამყვან კლინიკას ამ კვლევებთან მიმართებაში. აი რასაც ხედავთ უკვე თქვენ ეკრანზე, ეს არის CD მკვლელი უჯრედების 138, მათ შორის ყველას თავისი დატვირთვა აქვს, რომელიც ეს ახლა ამ წუთას ჩვენ გვეუბნება, რომ არის მაჩვენებელი ენდომეტრიტის ეს პირდაპირ დადგენაა. იქ ენდომეტრიოზი თუ რამდენად მიმდინარე პროცესები არის, ეს რასაკვირველია გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგების ეს გადასაწყვეტია, მაგრამ ერთ-ერთ არ შეიძლება რომ არ იქნეს გამოყენებული მათ მიერ. არის CD მკვლელი 56, ასე თქვათ, ნატურალური მკვლელი 16, აქაც იყოფა როგორც ბრაითი, ისევე დინი უჯრედები, რომელსაც აქვს დაუშვათ ძლიერი ციტოტოქსიური თვისება, რომელსაც შედარებით ნაკლებად ციტოტოქსიური თვისება და აგერ მივადექი ჩვენ უკვე როგორც პერფორინს, ისევე გრენზაიმს, რომელიც ჩვენებაც
ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ ანადგურებს, ხედავთ ეკრანზე თუ როგორ ხდება უჯრედის დაშლა, უჯრედთა როგორ ემბრიონის დაშლა, მისი ზედაპირის განადგურება და შემდგომში ჩაღვრა უკვე, ასე ვთქვათ, იმ გრენზაიმისა, რომელიც უკვე უეჭველ, ასე ვთქვათ, გადაგვარებას და დაღუპვას იწვევს უკვე ნაყოფისას, დეგრადირებას, დიახ. რაც შეეხება ხა ობსტრუქციას, რაც ჩვენ ვისაუბრეთ იმ კვლევებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს უნაყოფობისა და ერთი ორიოდე სიტყვით ეს არის კიდე მიზეზი უნაყოფობისა, ეს ობსტრუქციული გამოვლინებებით ეს გამოტანის ადინარებისა, ეს არის იყოს შეიძლება მიზეზი ამის ვაზექტომია, შეიძლება იყოს ასე ვთქვათ დაბადებიდან, ასე ვთქვათ სათესლე მილაკების ასე ვთქვათ არ ქონა და ასე შემდეგ და ეს უკვე პრაქტიკული მხარეა, ქირურგიული ნაწილია და შემდგომში შეიძლება რომ გადავიდეთ ჩვენ უფრო საინტერესო. აი მივადექით ახლა კვლავ როგორც ასეთი ისევ სპერმა აგლუტინაციას. აი ეკრანზე ხედავთ თუ რამდენად არის ესეთი სპერმა, სპეციალურად მე წარმოვადგინე ესეთი ჩვენება დოკუმენტური კადრისა, დიდი ასე ვთქვათ აგლუტინაციისა, მაკრო აგლუტინაციისა თან მაკროც და მიკროსაც ჩვენ იმიტომ ვახსენეთ, რომ ჩვენ ყველა წვეთს ხო ვერ გავსინჯავთ, ხო ეგულაში არსებული ხან ამასთან, მაგრამ სადაც ნახავ უკვე თუდაც მიკრო იყოს, იქ უკვე უნდა კონდეს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენების ხარისხი იმისა, რომ პრაქტიკულად რაზე გავამახვილოთ ჩვენ უნდა ყურადღება და აი როგორც ესეთი ამ თვისებებზე დაყრდნობით და სპერმა აგლუტინაციებისთან და იზოლირებულ ასტენოსპერმიასთან დაკავშირებით ბოლო დროიდელი ჯანმოს მონაცემებით ეს უნდა ჩვენ ფიქრის საგანი ქონდეს, რასაკვირველია იმუნოლოგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით წყვილთა შორის, თუმცა დღემდე მაინც გარკვეულწილად დისკუტაბელურია, რადგან ცოდნის ბაზა და ასე ვთქვათ, დიდი მეტაანალიზები ჯერ კიდე მოითხოვს ამ კვლევებს, კიდევ უფრო მეტჩაღრმავებულ კვლევებს და ასე შემდეგ. თუმცა ამ მიდგომა საკმაოდ ესეთი ღირებული და ფართო მასშტაბიანი, ასე ვთქვათ, ცოდნა სჭირდება და დაკვირვება სჭირდება. რასაკვირველია, როლი ძალიან დიდია და მეც ვეთანხმები. რაც შეეხება ესეთი ჯანმოს რეკომენდაციებში, ეს უკვე 2022 წლიდან, აი მიაქცეთ ამას უკვე ყურადღება, ეს არის ვარიკოცელე და მისი როლი როგორც უნაყოფობაში, ასევე ორსულობის განმეორებით დანაკარგებთან დაკავშირებით. აი ამ მიმართულებით არის უკვე ძალიან ბევრი კვლევები და ძალიან ბევრი ჩვენება იმისა, რომ საკმაოდ ძალიან დიდი არის ვარიკოცელეს როლი. თუმცა ამას კიდე დავყობ ჩვენ და ვიტყვით ვარიკოცელეს რა როლი აქვს და როგორი თვისება ჩვენ შეიძლება რომ აღმოვაჩინოთ აი ამ ვენური წნული დატვირთულ პაციენტებში და რა დროს არის კიდე ვარიკოცელე ასე რომ თქვა ჩვენ მძიმე პაციენტში არსებობს ესეთი აგრესიული და არსებობს ესეთი ტერმინი შვიდი ვარიკოცელე, რომლის დროსაც სპერმატოგენეზი ასე თქვა არ არის ესეთი დაზიანებული და დეგრადირებული. თუმცა ამ წუთას ჩვენ იმ გამოქვეყნებულ სტატიებზე უნდა გქონდეს და ჩვენ საკუთარ ბაზაზე დაყრდნობას და გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაჩვენები ის თუ რამდენად არის დაუშვათ მომატებული ფრაგმენტაციის ინდექსი ვარიკოცელეს შემთხვევებში უნაყოფო წყვილებში, რასაკვირველია და მისი მოცილების მერე 3-6 თვის შემდეგ რამდენად მცირდება ესეთი დნმ ფრაგმენტაციის ინდექსი, რასაკვირველი უბრუნდება ძალიან ხშირად თავის ნორმას და ასეთ შემთხვევებში იზრდება სიხშირე ორსულობებისა და მცირდება უკვე ორსულობის დანაკარგების სიხშირე, თუნდაც პირველ ტრიმესტრშივე და ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესოა და ძალიან ბევრ დაკვირვებას მოითხოვს და საკმაოდ ცოდნას მოითხოვს, დიახ. ამის გასამტკიცებლად და ამის კიდევ უფრო ფართოდ, ასე ვთქვათ, დაფიქრებისათვის თუ რა როლს თამაშობს დაუშვათ ვარიკოცელე, აქვე უნდა ვახსენო ის, რომ უამრავი კლინიკური კვლევები და მეტაანალიზები არის და დაბეჭდებითი მტკიცებულებები არის იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მჭიდრო კავშირი არის აი ვარიკოცელესა და სპერმის დნმ-ის ხარისხთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება რომ ეს მძიმე იყოს. ამას გააზრება სჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ რაც აღვნიშნეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ვარიკოცელეს ასე ვთქვათ, მოცილების შემდეგ იზრდება და მატულობს უფრო დადასტურებულია არა მარტო ჩვენი საქართველოში კვლევებით, არამედ უამრავი მსოფლიოს ყველა და ძალიან ბევრ კლინიკაში ის მაჩვენებელი რომ მატულობს, რა თქმა უნდა, ორსულობის სიხშირე. მაგრამ ამ დროს კიდევ რასაც ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ, ძალიან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
იმ პაციენტებში იმ გამოკვლევას, რასაც ქვია ულტრასონოგრაფიული კვლევა გაცილებით მაღალ დონეზე, რადგან ამა თუ იმ კვლევის დროს არ შეინიშნება, ამა თუ იმ კვლევის დროს მხოლოდ სუბკლინიკურია, ამა თუ იმ კვლევის დროს ძალიან მცირედ გამოხატულია, უნიშნელოდ გამოხატულია და ზოგჯერ საერთოდ არ შეინიშნება და რასაც ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ, ეს არის ფლებოგრაფიის დროს გაკეთებული ეს კვლევა, როდესაც ეს არის ესეთი გაფანტულ ვარიკოცელეს ვეძახით, არსებობს ესეთი მიძინებული ვენები, რომელიც არ აჩას, მაგრამ თავის იმ არასასურველ გავლენას, რასაკვირველია, ახდენს მერე უკვე სპერმატოგენეზზე და ეს არასასურველი გავლენა ესეთი ამპლიტუდის მუდმივი რყევა, ხან მაღალია, ხან დაბალია, ასე რომ ვთქვათ, სპერმატოზოიდების რიცხობრიობა და მუდმივად უკვირთ პაციენტებს და მუდმივად ბევრს უკვირს კიდე ბევრ სპეციალისტს უკვირს ის თუ რატომ ხდება ესე რომ დღეს ესეთია და ზუსტად შეიძლება ერთი კვირის მერე დიამეტრალურად სხვა სურათი იყოს. მე შეგფირდით რომ რაც უფრო სიღრმეში შევალთ, უფრო და უფრო საინტერესო იქნება. ერთი ამოსუნ თქვით შეიძლება და ბედნიერება ის რომ თითქმის უკვე შეიკრა ჩვენს ინსტიტუტში უკვე წრე, რამაც ეს გავლენა მოახდინა, ასე რომ ვთქვათ და გავლენას ახდენს. კიდევ დარჩა 8-15% ამოსაცნობი, რომელსაც მერე გაჩვენებთ უკვე ეკრანზე და აი ბედნიერები ვართ, რომ ეს წრე იკვრება და ჩვენს სამშობლოში, ასე ვთქვათ, ხდება ჩვენს ინსტიტუტში, რომელიც აი ბატონი არჩილის ალბათ სახელობას ატარებს, ასე რომ ვთქვათ, აი უზომოდ ესეთი ბრწყინვალე ადამიანის, ბრწყინვალე სპეციალისტის, რომელიც აი მართლა ესეთი არა მხოლოდ როგორც პედაგოგი, აი შეიძლება რომ მამაშვილური სიყვარულით გიყვარდეს და კარგი მეგობარი და ამდენი ჩვენის აღზრდელი როგორც ესეთი ბრძანდება და რომ მისი თაოსნობით აი ესეთი მიმართულებები არათუ ფეხს იდგავს, არამედ კარგად აქვს ფეხი ადგმული და ჩვენი საზოგადოების სამსახურში არის ეს ყველაფერი და არა ეს ავადსახსენებელი მსუბუქი ხარისხის ინფექციები, ეს ავადსახსენებელი, ზოგიერთი ყველაზე ვერიტყვი რა თქმა უნდა ვიტამინები და უნდა ის მიმართულება იყოს, რომ დაждდეს და დაისვას სწორი დიაგნოზი. ეს არა მარტო ვარიკოცელეს ეხება, ეხლა ჩვენ გადავალთ იმ ფორმაზე, რამ შეიძლება კიდე დაამძიმოს ვარიკოცელი, რატო ერთი ფორმა ვარიკოცელესი არსებული დაუშვათ ესეთი აგრესიული, რატომ შეიძლება მეორე იყოს, ასე ვთქვათ, 7 ვარიკოცელი. გადავიდეთ კიდე შემდგომ თემებზე ახლა. დიახ. ახლა რაც შეეხება ვარიკოცელეს და მის ეპიდემიურ ხასიათს, როგორც ესეთი, ახლა როგორც სტატისტიკურად არის დადგენილი, მსოფლიო მასშტაბით მამაკაცების 8-20%-ს აღენიშნება სადეცლე პარკში, ასე ვთქვათ, ვენების გაგანიერება. მაგრამ შემაშფოთებელი არის ის ფაქტი, რომ უნაყოფო მამაკაცების 20-80%-ს აღენიშნება დარღვევა სპერმატოგენეზისა. საკმაოდ დიდი ის არის, ასე რომ ვთქვათ, დიაგრამა იმისათვის, რომ 20-80, დიახ. და ასეთ შემთხვევაში მე ჩვენ წეგან ვისაუბრეთ თუ რამდენს ნიშნავს, ასე რომ ვთქვათ, ლატენტური ვენები, ანუ თვლემარე ვენები, ასეც ეძახიან, მიძინებული ვენები, ასეც ეძახიან და ამას საკმაოდ ისეთი დიდი დატვირთვა გააჩნია. და პაციენტების 39, ეს არის სოფლიო სტატისტიკა, მაგრამ იმას რაც ჩვენთან საქართველოში მივაგენით, ამას ჩვენ უკვე 2 კონფერენცია მიუძღვენით ახლა და ალბათ ახლო მომავალში კიდე დიდი კონფერენცია იქნება. მიძღვნილი ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კიდე ერთი მხარეა და ეს კიდე რატომ ამბობ ამას, რომ არათუ 39, არამედ 39-ზე გაცილებით უფრო მეტი არის ის, თუ რას ვაფიქსირებთ ეკრანზე და ხედავთ ეკრანზე თუ რა მდგომარეობა, როგორი სურათია. თითქმის ყველა ულტრასონოგრაფიული, ხა ვალაგებ ჩვენ ამას სტატისტიკურად, ალბათ ძალიან დიდი ათეულობით და ათეულობით არიან ესეთი პაციენტები. იქ სადაც გამოჩნდა და დაფიქსირდა ვარიკოცელე, სადაც იქნა დაუშვათ, რომ ძალიან მცირედ გამოხატულია, ან არ არის გამოხატული, მაგრამ ეკრანზე დიამეტრალურად სხვა არის და ექიმის გამჭრიახი თვალი ეკრანზე უნდა მიხვდეს სადავართ. რა თქმა უნდა, კარგი ანამნეზი ეს არის აი დიაგნოზის თითქმის ძალიან დიდი ხვედრითი წილი და უბედნიერესი გრძნობა ის, როდესაც ერთნი მავანი ვამბობთ იმას, რომ ამას ეს არ ჭირდება, ისე ამ დროს შედიხარ და
ენდოვასკულარულად და პრაქტიკულად უფლებოგრაფია იქნება და გიგანტური ვარიკოცელე გვხდება იქ ჩვენ, რომელიც არანაირად ეხოსკოპიურად არ დაფიქსირდა, თუმცა ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება არათუ სათესლე პარკში ვენა იკარგება ხოლმე ხანდახან ვერ პოულობენ ასე შემდეგ ისპაზმება, ეგაც ძალიან ეს მედლის მეორე მხარია, მაგრამ რაც არის თავარია რომ დიაგნოსტირებული იყოს ეს პაციენტი. რაც შეეხება ვარიკოცელეს, ნახეთ როგორი სურათია, ვარიკოცელე თავისით ეს არ ალაგდება. და ვარიკოცელეს არ აქვს თვითგამკურნების, ასე თქვათ, ჭალებში კრიტერიუმი, ესეთ რაღაცა არ შეიძლება რომ იყოს და უფრო პროგრესირებს. ვენური წნული და ვენური სარქვენი კიდევ უფრო გადაგვარებაში მიდის და პრაქტიკულად ეს ჭარბი ტემპერატურა, რომელიც შემდგომში კიდე ჩვენ ვიტყვით 1, 2, 3 გრადუსამდე ნაკლები უნდა იყოს სათესლე პარკში. პრაქტიკულად ჩანასახოვანი ეპითელი შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერგრძნობიარე არის ტემპერატურასთან მიმართულებით და შეიძლება რომ მძიმე ოლიგოსპერმის ხარისხამდეც მივიდეს ვარიკოცელეს ფონზე. მაგრამ აი საინტერესოა სხვა შემთხვევები, რომელსაც მალე მოგახსენებთ. მაგრამ სანამ მოგახსენებდეთ, მე ვიტყვი იმას ტემპერატურასთან დაკავშირებით უკვე გითხარით და არის ეს შემთხვევა, რომ სეკრეტორული და ინკრეტორული ფორმა, ასე ვთქვათ, და ფუნქცია სათესლე ჯირკვლისა და მისი სტაბილურობა და სპერმა მდგომარეობს სისხლის მიმოქცევის, ასე რომ ვთქვათ, სათესლე პარკში მისი ნორმალური, ასე რომ ვთქვათ, მიმოქცევით, უფრო სწორედ ასე იქნება და მუდმივი ტემპერატურული, ასე ვთქვათ, ბალანსით. და სათესლე პარკში მუდმივად უნდა ბალანსირებდეს შედარებით დაბალი ტემპერატურა. ეს იქნება ვენური წნული იქნება ეს, შეიძლება იქ არტერიულმა დატვირთვამ მოქცევს შორის ჭარბი ტემპერატურა, იქ არსებობს პამფილოგენური ვენები, რომლის დროსაც კიდე ტემპერატურის დისბალანსი ხდება ჩვენ და ეს ერთთვიანობაში კიდევ ერთხელ ვამბობ, არის საკმაოდ პათოლოგიის შემომტანი აი ამ, ასე ვთქვათ, მეცნიერებაში. ეს არის ზემგრძნობიარე, ასე ვთქვათ, სპერმატოგენური ეპითელი და ძალიან მცირე ისეთი მცირე დროის იშემიაც კი საკმაოდ დიდ ცვლილებებს და მათ შორის ამ ცვლილებებს პათოლოგიებთან ერთად იწვევს ადგილობრივ აუტოიმუნურ პროცესებს, ხო? თვითონ როგორც გითხარით, უკვე და გქონდათ აი სად გამოგოდგა წეღანდელი ჩვენი ნათქვამი, ისინი, ასე ვთქვათ, სპერმატოზოიდები კარგავენ უარყოფით მუხტს, ისინი კარგავენ ანტიგენურ თვისებებს და ხდება მერე უკვე ასეთი სპერმების იმობილიზაცია, ანუ საერთოდ ვერ მოძრაობენ, ან ადგილზე არიან ესეთი რხევითი, ან აგლუტინირებული სპერმა, პრაქტიკულად პათოლოგიურ სურათს აქვს აქ უკვე ადგილი. უყურეთ როგორი სურათი მიდის, როგორც მწვავე და განსაკუთრებით ხალხს უსვავ კიდე ესეთი ქრონიკული ინფექციების დროს ვარიკოცელეს შემთხვევაში, რადგან აქ მხოლოდ ვარიკოცელე ხომ არ არის, იქ კონგესტიური მოვლენებიც არის. კონგესტიური მოვლენები, როგორც ვთქვი, ძალიან ძნელად სადიაგნოსტიკოა და პრაქტიკულად თუ ექიმი მიუდგება ამ საკითხს, შეიძლება ვერ აღმოაჩინოს და იფიქროს პროსტატის ჯირკვლის ან სათესლე ბუშტუკების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებაზე და დაავადებაზე და ამ დროს კი მიმდინარეობს ძალიან ისეთი რთული ფორმა, რასაც ქვია ატროფია სპერმატოგენული ეპითელიუმისა, რასაც ქვია დენატურაცია ცილოვანი ბუნებისა, აი ამ აჩვენებრივი დესკვამაცია, გადაგვარება ღრმა უჯედების გაჩენა, რა დონეზე ვარ ჩვენ ეხლა ჩასულები, აი ამ კლაკნილი ბილაკების თუ ეკრანზე გამოჩნდა კიდევ ეს ვაკუოლიზაცია, პირდაპირ ჩანს, რომ აქ უკვე ფიბროზული გადაგვარებაა, სკლეროზი და ატროფია, ესეთი პარენქიმული მახასიათებლები, რასაც სათესლე ჯირკვალი ქვია. მერე მიმდინარეობს უკვე აპოპტოზი, როგორც ესეთი ჩანასახოვანი უჯედებისა და აი შორტს აგვიყვანს კიდე ამაზე საუბარი და ჯობია კიდე გადავიდეთ უფრო საინტერესო, ასე ვთქვათ, მაჩვენებელზე, თუმცა აქ უნდა ჩვენ ვთქვათ ის, რომ ასეთ შემთხვევაში მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ვარიკოცელეს დროს მიმდინარეობს როგორც სერტოლის, ისევე ლეიდინგის უჯედების, რომელიც ერთი წარმოქმნიან სპერმატოგენეს და მეორენი კი არიან მკვებავი, ასე ვთქვათ, ატროფირებენ და წარმოადგენენ ატროფირებს, ანუ ტროფიკას, ასე ვთქვათ, უწევენ აი ამ, ასე თუ შეიძლება ასე ითქვას, სპერმატოგენეზის აი ამ უჯედეს სერტოლის უჯრედებს. ეხლა რა შეიძლება ითქვას და ლიტერატურულად რაზე არის ხოლმე საუბარი ვარიკოცელესთან დაკავშირებით, ეს ჩვენ თავში ვახსენეთ და რასაკვირველია, როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედა არის და ვიტყვით იმას, თუ რა არის საინტერესო კიდევ ვარიკოცელესთან დაკავშირებით. და შეხედეთ ეკრანზე, საინტერესოა ის, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ,
მამაკაცები ვარიკოცელეთი, რომელიც არსებობენ, შეიძლება ესეთი ტევნისებური ვარიკოცელე ქონდეს, აი შეხედავ ხანდახან იტყვია, რომ მესამე სათესლე ჯირკვალი გონიათ, რომ აქვთ, მაგრამ ეს ბუნებრივი ეს არის ვენები ძალიან დიდად დატვირთული, მაგრამ რომ ნახავთ ეკრანზე სპერმატოგენი აბსოლუტური ნორმა არის. ჩვენ ხო არ ვიცით კიდევ ვინ როგორი ხარისხის სპერმით ორსულდება, ქალსაც გააჩნია, კაცსაც გააჩნია, როგორი ხარისხობრივი თვისება აქვს, ასე რომ თქვა ჩვენ განაყოფიერების თვალსაზრისით. მაგრამ არსებობენ სხვა მამაკაცები, რომელთაც ვარიკოცელეთი არიან დატვირთული, მაგრამ ნახეთ ეკრანზე, რამდენად მძიმე არის, ასე ვთქვათ, მათი მდგომარეობა სპერმატოგენული თვალსაზრისით, ხომ? და ამიტომ აი ესეთი პათოლოგიების დროს, როგორც არტერიული და ისევე ვენური პათოლოგიები, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც უმცირესი მომატებული ტემპერატურით და რომელიც დიდხანს გრძელდება კიდე, იწვევს უკვე დენატურაციას და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ არის ნაწილი, სადაც ეს ვერ ვრცელდება, არის საკმაოდ დიდი ნაწილი, სადაც ეს პრობლემებია. ეხლა ვნახოთ თუ სად როგორ ავითარდება ეს და რა არის აი ამ ყველაფრის გამოწვევი გაცილებით უფრო მეტობაში, ასე რომ ვთქვათ ჩვენ. ეს ერთია, მაგრამ ამავდროულად მე მინდა რომ ჩვენი რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, მე წარმოვადგენ საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციას, ჩვენი ინსტიტუტის მიერ ეს არის შემუშავებული ესეთი რეკომენდაციები ვარიკოცელეს დროს და როდესაც კეთდება ვარიკოცელეს როგორც ღია წესი იქნება თუ ემბოლიზაცია იქნება ეს შემდეგ პაციენტი ელოდება და იკეთებს ამ ოპერაციას, იმიტომ რომ გახდეს მამა და შვილიერება აღუდგეს მას და იგრძნოს თავი კომფორტულად, ეს მისი სრული უფლებაა და ჩვენი ვალდებულებაცაა ეს ყველაფერი იდეალურად შეუსრულოთ. მაგრამ ამ დროს შეიძლება ითქვას ის, რომ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს თუ შემდგომ უნდა იყოს ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული აზრი იმისა თუ რა არის გათვალისწინებული და გასათვალისწინებელი პაციენტთან დაკავშირებით. ეს არის ჰორმონული სტატუსი, ლოკალური ინფექციური კერა, სათესლეების ზომები, ასე შემდეგ დაზიანების ხარისხი, მოზაიკური ატროფია, ტუბულარული, პერიტუბულარული ფიბროზი და უშუალოდ კლაკნიდი უჯრედების მილაკების ჩანასახოვანი ეპითელი და ასე შემდეგ. ხა ჩვენი სპერმატოგენეზი მიმდინარეობს როგორც პირველი რიგის, ისევე მეორე რიგის უჯრედებიდან და გააჩნია სპერმატოგენეზის რადონეზე არის სპერმატოგენეზი რადონეზე არის დაზიანებული და რა დროს ხდება ესეთი ოპერაციული ჩარევა. ზოგ ჭირდება 2, 3, 6, 8 თვე, ზოგ შეიძლება წელიწადი და მეტიც გაუგრძელდეს იმისათვის, რომ მოხდეს რეპარაცია და შემდგომი აღდგენა აი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ისინი არიან უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც რთული ფორმა, მით უმეტეს კრიპტოზოოსპერმიით ვინც არის, თან ჭეშმარიტი და არა ეფემერული, ან ოლიგოსპერმია გრავის. აი ამაზე უნდა იყოს გამახვილებული აუცილებლად ყურადღება, რომ პაციენტს ჰქონდეს თავისი მოლოდინის რეჟიმი. ეხლა თუ აქ ალკოჰოლს, თამბაქოს და მავნეჩოებს თუ რა გავლენა მოაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს მოდი უკვე შემდგომში კიდევ უფრო გავითვალისწინოთ და გავსაზღვროთ. კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ხშირი, შეიძლება არც თუ ისე ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ ესეთი ვარიკოზული ვენები, მით უმეტეს გაფანტული ვენები არ ჩანს ეკრანზე პრაქტიკულად ამას ერთი, ასე ვთქვათ, ერთი დადებით, ასე ვთქვათ, ამას ვერ ნახავთ, სადღაც მინიმუმი ალბათ 10, 15, 20, შეიძლება 25 წუთის ნახევარი საათის დაჭირდეს იმისათვის, როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რომ ჩვენ დასკვნა გავაკეთოთ, რა მდგომარეობაში არის პაციენტის, ასე ვთქვათ, სკროტუმი, ვარიკოზული ვენები, რომ დავადასტურო, ზოგ შეხედავ და პირდაპირ შეხედავ, ზოგს ძალიან ესეთი კარგი ყურადღება სჭირდება და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ არის რომ ფლებოგრაფია ჩაითვლება ხოლმე აუცილებლად, შეიძლება მაგნიტზეც მოხდეს, ასე ვთქვათ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც მოხდეს მისი გამოკვლევა და ასე შემდეგ. ადგილზე უნდა გადაწყდეს თუ როგორ მოვიქცე და რა მიმართულება მივცეთ მე ყველაფერს ჩვენ აი ამას. ეხლა წარმოგიდგენთ აი მივადექით ძალიან საინტერესო მასალას, ხედავთ ეკრანზე ეს პაციენტი, რომელიც აღწერილი არის ეხოსვე ჩვენსავე კლინიკაში არის ეს გაკეთებული კვლევა, სადაც ასე ვთქვათ, ვარიკოცელე არ დაფიქსირდა სონოგრაფიულად, მაგრამ ამას ხედავთ ეკრანზეც, ხედავთ დასკვნასაც და რამხელა შეცდომაში შედის ექიმი. მაგრამ შეხედეთ ფლებოგრაფიული თვალსაზრისით, რამხელა ვარიკოცელი არის ეხლა ეკრანზე და პრაქტიკულად ეს 10-12 წლის მანძილზე ასეთი პაციენტი პრაქტიკულად დიაგნოზის გარეშე იყო, ასე მოკლედ რო ვთქვა ჩვენ. დღეს პრაქტიკულად ეს პაციენტი უკვე მამა არის, პოტენციური მამა არის, იმიტომ რომ მეუღლე ორსულად არის, ყველას გვიხარია ეს რასაკვირველი კი არის ძალიან დიდი ბედნიერება, რადგან აღმოაჩენდა
დიაგნოზ და დასკვნას უდიდესი როლი მიუძღვის ამ მიმართულებით და ამიტომ ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ სამეცნიერო კვლევას. აი ხედავთ ეკრანზე თუ რა მდგომარეობა არის აი ამ ვენებთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში არიან ვენები და ჩვენთან ღია წესთან ერთად საქართველოში ძალიან კარგად არის კვლევა და მკურნალობა, ასე რომ ვთქვათ, ენდოვასკულარული ემბოლიზაცია. ხედავთ ოპერაციამდე რა მდგომარეობა, ესეთი მდგომარეობა რასაკვირველია, როდესაც არის ოპერაციამდე, თითქმის ყველა წარმატებით თავდება, მაგრამ როდესაც არის ძალიან მძიმე და ძალზედ, ასე ვთქვათ, უკვე კრიპტო და 5 მილიონზე მეტი, მილიონზე ნაკლები სპერმა და ძალიან დეგრადირებული ხარისხის სპერმა, იქ რასაკვირველია, თვეები იმას არ ეყოფა, ხანდახან წელიწადი და მეტიც უნდა რომ გაგრძელდეს, თან ამავდროულად პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს ეკებს, მკურნალობა ჩვეულებრივ დონეზე უნდა ჩაატაროს და არანაირი დარღვევა, რასაც თამბაქო, რასაც ალკოჰოლი, მთელი სოფლიოს ყველა გზამკვლევები, გაიდლაინები, ყველა ამას კარნახობს ჩვენ და ხედავთ ეკრანზე თუ რას ნიშნავს ნორმალური ხარისხის სპერმა, ეს უკვე ოპერაციის შემდეგ რასაკვირველია და რა ვიცი, ყველას შეიძლება რომ აი ესეთ წარმატებით მიელოცოს ესეთი შედეგი და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო ხარისხი უფრო მატულობს სპერმატოგენეზისა და თუ ესეთი რეციდივი არ მისცა, ასეთ შემთხვევაში შედარებით იშვიათია და ძალიან კარგი ის რო გამახსენდა, იმიტომ რომ არსებობს ერთი ტოტი, იმასაც გაჩვენებთ მერე, ვარიკოცელესი, სადაც ხდება ხოლმე ესეთი დასტენტვა, სტენტირება და უშუალოდ ამისი ემბოლიზირება და იქვე ხანდახან მაგიდაზე ალაგდება, მაგრამ არსებობს შემთხვევები, შეიძლება ღია წესით ეს არ გამოჩნდეს, ყველა ფასციას ვერ ჩაჭრი და შეიძლება სხვადასხვა ტოტი და იმიტომ შეიძლება მისცეს კიდევაც რეციდივი, ხან ერთი ტოტი მისცემს რეციდივს და ხელახლა საოპერაციო ხდება, ხან მეორე ტოტი და ასე შემდეგ, რომელიც ჩემს პრაქტიკაში არაერთი ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად გვევლინება ჩვენ ესენი. მეტსაც ვიტყვი, ხანდახან არსებობს შემთხვევა, რომ აი შედიხარ და ისეთი გადახრა, ეს სულ რამდენიმე დღის უკან იყო, ვთხოვე ჩემს მეგობარს უროლოგიის ინსტიტუტში, რომელსაც დაამთავრა ეს ოპერაცია და პრაქტიკულად ზუსტად იციან უკვე სად უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია. ჩვენ ეს ვერ შევძელით, იმიტომ რომ 100-დან 1-2 არქიტექტონიკა საკმაოდ ისეთი რთულია, ვერ შედიხარ ამ ვენაში, თორე საკმაოდ დიდი გადახრა ნორმიდან, დევიაცია, როგორც ესეთი და პრაქტიკულად ასეთი პაციენტთან უკვე უნდა შევჩერდე და გზა დაუთმოთ უკვე ღია წესს. აი ესეც აუცილებელია რომ ითქვას და მივიტანოთ ჩვენ კოლეგამდე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ძალიან საინტერესოა და აუცილებლად უნდა ხაზი უნდა გაესვას. მივადექით უკვე ძალიან საინტერესო ფორმას, რომელსაც ესეთი კვლევა ქვია, რაც წეგან ვახსენე ჩვენ სპერმის დნმ ფრაგმენტაცია. ეხლა ყველა კვლევებით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ და რასაც შეხედავ ეკრანზე, აქ პრაქტიკულად უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, დიფერენცირება, ვის უნდა გაუკეთეს დნმ ფრაგმენტაცია და ვის არ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ეკონომიურად ძლიერი და ამიტომ მე ვფიქრობ, ყოველთვის არ არის დნმ ფრაგმენტაცია გასაგები. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ იქ არის ოლიგო, ასტენო, ტერატო, ლეიკო, პიო, სპერმია, ბუნებრივი ეგ ფრაგმენტაცია ძალიან დიდიც იქნება და ჯობია, როდესაც იქ სხვა ანალიზებია გასაკეთებელი, ახლა ამის ჩამოთვლა ჩვენ შორს ძალიან შედარებით იაფი, შედარებით ნორმალი, იმიტომ რომ ეს ერთი ანალიზი უდრის ყველა ანალიზს ღირებული, იმიტომ რომ ძვირია, საერთოდ საკმაოდ ძვირად ღირებული მეცნიერება, იმიტომ რომ რეაქტივებია საკმაოდ ძვირი, კონტროლების ჭირდება კიდე ძალიან ბევრს და იქ ცვეთამედეგობა არის, რასაკვირველია ტექნოლოგიების და ყველაფერი გათვალისწინებული, აი ძივებივით არის ერთმანეთზე ესე აწყობილი. ამიტომ ჯობია ხანდახან თავი შეივკავოთ და როდესაც მკურნალობა დამთავრდება და ეკები კმაყოფილია და აი მერე მოხდეს უკვე ამისი გამოკვლევა უკვე უჯრედულ დონეზე, რასაც გამდინარე ციტომეტრიით თქვია კვლევა, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ამაზე კიდე შემდგომში ვისაუბრებ, თუ რამდენად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს დაუშვათ ამას და ამიტომ ეს ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ესეთი კვლევისას. რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოა, რაც არც თუ უფრო იშვიათად ხდება, 20%-ამდე ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. ანუ 100 შეიძლება მომხმარებლიდან 20%-ამდე დაუფიქსირდეს სპერმის დნმ ფრაგმენტაცია, თუმცა ეკრანზე და მიკროსკოპში ჩანს, რომ სპერმა ნორმალურია და აქვე შეიძლება უკვე ვთქვათ ის, ხედავთ ეკრანზე, რომ განმეორებითი დანაკარგების დროს, რომელიც ჩვენ მერე 100-ზე მეტი პაციენტი ჩვენ გამოვიკვლიეთ ამასთან დაკავშირებით, ფრაგმენტაციის თვალსაზრისით რომ კვლევაში იყო და ბევრად მეტი, რომ 53% და ზევით ეს იყო აი ამ დნმ ფრაგმენტაციის მიზეზი, რომელიც საკმაოდ დიდ კორელაციაში მოვიდა აი ამ ყველაფერთან და ასე რომ მხოლოდ ქალის მიზეზი არ არის ის, რომ დაუშვათ ბრწყალებში ასე ვთქვათ უცელი მოეშალოს, ან ორსულობა დაიკარგოს, იმიტომ რომ ემბრიონის
ინტეგრირებას და მის მთლიანობას ყოვლის მოცველი დიდი უნარი და ასე თქვა დიდი ვალდებულება ბჭყალებში ასე გააჩნია რომ ჩვენი შთამომავალი დავტოვოთ და დავტოვოთ რა თქმა უნდა მამულსაც ის ურჩევნია რომ რაც უფრო კარგი და საღი შთამომავალი გვეყოლება ნუ ამას კიდევ ქვია პრეგრავიდაციული სტატუსი რომლის დროსაც ჩვენ ამას უყოლაფერს გავითვალისწინებთ 70%-მდე და 70%-ით უკეთესი ასე არის ეს ლიტერატურულ წყაროებში უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღი შთამომავლობა ეძლევა საზოგადოებას და ბუნებრივია ეს მეტად სასიხარულო არის თუ ასე მიუდგებით წინასწარი კვლევით, იმიტომ რომ იმ ერთს უნდა უყუროს ოჯახმა რასაკვირველია და იმ ერთით უნდა იხაროს და მის მამაზე და მის დედაზე უფრო უკეთესი უნდა იყოს ეს ახლად მოვლენილი იქნება თუ შემდგომ ჩვენი მომავალი თაობა ასე რომ თქვა ჩვენი სამშობლოში. ეს მინდოდა კიდე რომ მე თქვა და ამაზე გამემახვილები და ყურადღება. ძალიან საინტერესო ასეთი ანალიზის ფურცელი მინდა რომ წარმოგიდგინოთ. ეს არის პატოსპერმია შეიძლება რომ თქვათ და გამდინარე ციტომეტრიით არსებული ასე თქვათ ეს კვლევები. აი თუ შეხედავთ ნახავთ ეკრანზე რა მდგომარეობა, რა სურათი არის, ამას საკმაოდ ესეთი დიდი და ესეთი სუყე მნიშვნელობა აქვს ამ ანალიზს, ამაზე ნამდვილად აღარ გავჩერდები ახლა, ეს ალბათ უკვე კონკრეტიკა უნდა იყოს პაციენტთან დაკავშირებით თუ ვის ჭირდება ეს, ბუნებრივია წლების მანძილზე ვინც უნაყოფო არის, ბუნებრივია ჭირდება გაურკვეველი მიზეზით გამოწვეულ უნაყოფობებს, ასე რომ ვთქვათ, და განმეორებით დანაკარგებს ასე ვთქვათ ორსულობისას და ნუ წარუმატებელი ინვიტრო ასე რომ მიმართოთ ჩვენ. აი ესეთი ტიპის პაციენტებს და პირდაპირ მაგიდაზე დევს ყველა ის შედეგი ჩვენ ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ ჩვენ კლინიკაში ყველაფერი კეთდება როგორც ხელოვნური ისევე ბუნებრივი ყველა მიმართულებით ხდება, მაგრამ ყველაზე კარგი და ესეთი წარმატებული მე ასე ვიტყოდი რომ ბუნებრივი გზით მიღებული ორსულობა არის ყველასთვის მისაღები იაფი არაფერი არ ჭირდება ამას ერთმანეთს არ უნდა უთხრა ნუ არის წვილება ამ საქმეზე და დანარჩენი თუ ყველაფერი კარგად არის ბუნებრივია რომ ასე რომ თქვა ჩვენ და მივიღოთ ორსულობა თუმცა არ შეიძლება ისე იყოს ამას მერეც გეტყვი და ეხლაც მოგახსენებთ რომ წვილი იყოს ასე ვთქვათ განკურნების შემდგომ გაშვებული სახში და უთხრათ რომ დაველოდოთ ორსულობას მოუთმენლობას ტანჯავთ ასეთ წვინებს სურათი შემდგომნაირად და შემდეგნაირად მდგომარეობს რომ როდესაც ყველაფერი მომთავრებულია ენდოკრინოპათიები იქნება ყველაფერი დამარცხებული იმუნოლოგია რომელიც ძალიან დიდი ხვედრითი წილი არის მით უმეტეს ისეთ რისკ ქვეყანაში და ისეთ დატვირთულ ქვეყანაში როგორც საქართველოა ფარისებური ჯირკვალი იქნება წლების უკან უზარმაზარი როლი იყო და ლატენტური TBC-ს ასე ვთქვათ ასევე იყოს ჩემი კოლეგები მიხვდებიან რომ აღარ დავამძიმო საუბარი 37%-მდე მივიდა, ეხლა ისევ დალაგდა 5%-ზე ჩამოვიდა, რაც სახელმწიფო ამას კურირებს იდეალური სურათი შეიქმნა და ამიტომ ამას ცოტა ესეთი კარგი და ღრმა სერიოზული დაკვირვება ჭირდება წვინებთან მიმართებაში. აი ესე შეიძლება რომ აქ შემოიფარგლოთ აი ამ კონკრეტული პათოლოგიების დროს. რაც შეეხება იგივეს ვიმეორებ ჩვენ ნორმოსპერმიის დროს და უკაცრავად ცოტა რელსიდან გადავედი და როდესაც ჩვენ წყვილს უშვებთ სახში იმისათვის რომ მოხდეს ორსულობა. ყოველი თვე არის 18-23%. აი ესე არის სოფლიო ლიტერატურული წყაროები და მოცემული რომ აი ამ პერიოდში აი ესეთი პროცენტობით უნდა დაორსულდეს. ახლა ამის არითმეტიკას, მათემატიკას არავინ არ დაიწყეს, ამიტომ ყოველი თვე არის 20%. დამკურნალები წყვილისო ორსულობა ჩვენ მივიღოთ. 20% რას ნიშნავს? ხო 5-ზე თუ გადავამრავლეთ, მივიღებთ 100. ასე არ არის, ასეა. ასე რომ 5 თვეში თუ დესერტათაც ისე ერთ თვესაც თუ დავამატეთ, აი ამ პერიოდში თუ არ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე ჩვენ ინსემინაციასაც უნდა მიმართოთ. ინსემინაცია თუა მაშინ უკვე გადავდივართ უკვე ხელოვნურ განაყოფიერებაზე და აი ესე ერთად ვიბრძვით რა ეს გუნდი რომელიც იკრიბება ესე ნაბიჯ მიუყვებით და უბედნიერესი არის მომენტი როდესაც აი ქუჩაში შეხვდებიან სამსახურში მოვლენ მადლობას გეტყვიან რომ ორსულობა მიღებული დიდი ბრძოლა არის საჭირო აქ აუცილებლად ჩვენ მე ვერ ვიტყვი და ვერ ვიკადრებ იმას ნამდვილად რომ სულ წარმატება რა თქმა უნდა არის წარუმატებელი წვილი აი რომელსაც შეიძლება ბოდიშიც მოუხადო რომ ზოგთან შეიძლება გამოცდილება არ ყოფნის ზოგთან ძალიან მძიმეა მდგომარეობა პრაქტიკულად ვერ გაიმარჯვებ ყველასთან ჩვენ არა ვარ ჯადოქრები მაგრამ ნუ არსებობენ ისეთი პაციენტები რომელიც აი მოყვებიან და აი მე მყავს ესეთი წვილები ახლა თუ ამას ისმენენ იციან რომ მათზე არის ეს საუბარი და პრაქტიკულად ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით აი სადაც არ გამოგვივიდა ნუ რა ვქნათ აი არსებობს ასეთი რაღაცა ერთი მეორეზე უკეთესი ექიმი ნამდვილად არ დაილევა და მოკლედ აი ასე მინდოდა რომ
ეს ჩამომეყალიბებინა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამა და ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა, რომელიც აი იმედის თვალით მოგყურებს, მაგრამ ნაკლები შანსი აქვს იმისათვის, რომ შვილი იყოლიოს ესეთი ბუნებრივი გზით. თუმცა ხელოვნურად რასაკვირველი არის, რომ უნდა მივახციოთ იმას, რომ შვილი იყოლიოს. აი ეს მინდოდა კიდე მე თქვა ორიოდე სიტყვით. მე მინდა ჩემს მენელებთან ვახსენო ის, რომ ძალიან ბევრი ასე რომ თქვა საინტერესო მიმართულებას მოვფინეთ და ვფენთ ნათელს. ჩვენ ვახსენეთ ერთგან რომ ყველა საიდუმლოებას აქვს თავისი ამოხსნა აქვს, თუმცა ამას გააჩნია ამოხსნელიც ვინ არის, გორდიას ნასკვით ვერ გადაჭრია ამას, როგორც მაკედონელმა გადაჭრა ეს ყველაფერი. ბევრი ვახსენეთ ჩვენ ლატენტურ ვენებზე, იმიტომ რომ ეს მოსასმენად არის ადვილი. თორემ მისაგნებად ეს ძალიან ძნელია, ძალიან ბევრი უძილო ღამე და ძალიან ბევრი ესეთი ფანატური და ტიტანური შრომა ჭირდება, რომ მიაგნო და გამბედაობა ჭირდება, რასაკვირველია პროგრესული მიდგომები ჭირდება და გუნდი ჭირდება და მე მინდა ჩემს გუნდს უთხრა დიდი მადლობა სათანამშრომლო ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც მე მუდმივი ურთიერთობა, უამრავი ძალიან კარგი კლინიკაა და ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ ამ წოდნი და დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ალბათ ერთ-ერთი მოწინავე არის ამ მიმართულებით. სოფლიოში მე ასე ვიტყოდი და ამის დასტური ის არის, რომ სულ ახლახანს სექტემბრის თვეში ჩატარდა სოფლიო კონგრესი, რომელიც სულის ჩადგმელი გახდა, ჩვენ უკვე ვახსენეთ ბატონი არჩილი ხომასურიძე ამ მიმართულებით იყვნენ ძალიან ბევრი მეცენატები, სულ ყველა დადგა, აი სულ ყველა რო იტყვიან როგორც ერთი ისე ყველა დადგა აი ეს ბრძოლის ველზე რო იტყვიან კეთილი გაგებით და ესეთი დღემდე მადლობის წერილებს იგზავნებიან იმ ადრესაზე, ვინც იყო სულის ჩადგმელი და ვინც ასე თქვათ, აი ესეთ ამ მიმართულებას ჩაუყარა, ასე რომ თქვათ, საფუძველი და მივიღეთ ის რამოდენიმე უდიდესი საბედნიერო და ბედნიერი დღე, რასაც აი კონგრესის ეს დღეები ერქვა. ეს რო არ მეთქვა, არ გვეხსენებინა, ნამდვილად არ შეიძლებოდა, ეს უდიდესი მიღწევა იყო და ამ ყველაფერთან ერთად იქაც ვახსენეთ ჩვენ თუ რაში იყო საქმე, არა მარტო ეს ლატენტური და ეს კომბინაციაში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, არ შეიძლება რომ რაღაც ერთი მიზეზის გამო იყოს ავადობა, რასაც უნაყოფობა ქვია, იქ არის მსუბუქი, იქ არის მძიმე და ამას ქვია მრავალჯირკვლოვანი უკმარისობის სინდრომი. ეს შეიძლება ჰიპოფიზარული იყოს, დაკავშირებული იყოს, ვენებთან იყოს, ჰორმონული სტატუსი იყოს დაუშვათ შეცვლილი, ასე რომ თქვათ, ფარისებური ჯირკვლის დატვირთვა იყოს, მათი ერთობლიობა იყოს და ასე შემდეგ. ნუ ეს რაც შეიძლება რომ მოკლედ რეზიუმე გაგვეკეთებინა. ახლა რა ხდება და რა არის საინტერესო იმისათვის თუ შემდგომ გადაცემაში ჩვენ ერთ-ერთ ქვეთავს, რასაკვირველია მიუძღვნით იმას, თუ ვის ჭირდება ეს დნმ ფრაგმენტაცია, რადგან დღეს ხელოვნური ინტელექტი იქნება, როცა ჩვენ ასე აქტიურად ვიყენებთ, პაციენტიც, ექიმიც, ასე შემდეგ, კითხვის ნიშანს ვავს, მაგრამ მაინც პირადი გამოცდილებები და პირადი ცოდნა და მსოფლიო სტატისტიკა, რასაკვირველია, ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრის თქმელია, ყოვლის მომცველია, ბევრის მომცველია და შემდგომი, ასე თქვა, ჩვენ გადაცემის ერთ-ერთი ქვეთავი იქნება იმისა თუ რა სახის, რომელ წყვილებს, რომელ და რა სახის ჯგუფებს და რომელი ტიპის პაციენტებს ჭირდებათ ესეთი დნმ ფრაგმენტაციის ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ კიდე ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, კიდე უფრო მიხვდეთ თუ რა არის გასაკეთებელი. თუმცა აქვე დავამატებ კიდე იმას, რომ ერთია ფრაგმენტაცია, რომელიც გვიჩვენებს ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და მეორე არის კიდე გამდინარე ციტომეტრიით კვლევა, ესეთი NK კილერების ან კვლელი უჯრედების, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს, აი კი ბატონო, აქ კი არის ეს მიმართულება, მაგრამ გამოვა კი ამ მიმართულებით, აი ეს არის უკვე გარდამწყვეტი მიმართულება და ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე რომ შემდგომი ჩვენი, ასე თქვათ, სალექციო თემატიკა მიუძღვნოთ იმას თუ რა კატეგორიის პაციენტებს ჭირდება სპერმის დნმ ფრაგმენტაცია და ნუ შევეცადოთ რომ კიდე უფრო გაუმარტივოთ, ასე თქვათ, ცხოვრება და უფრო კარგი დიაგნოზი დაისვათ, რომ ადვილად მივახციოთ იმ წარმატებას, რასაც ქალის ორსულობა ქვია და ორსული ქალი ხო ყველაზე ლამაზი არის დედამიწის ზურგზე. ასე რომ აი ეს შეიძლება რომ ითქვას და საქართველოს ძალიან ბევრი შვილები და ბევრი ორსულები სჭირდება, ქართველი ორსულები, რასაკვირველია, უპირატესად და საქართველოს მოქალაქეები. აი ასე მინდოდა რომ დღეს შემაჯამებლად ასე გამეკეთებინათ. დიახ, მადლობთ.